აქ ვიღაც კაცი იყო. იმ ჩხუბზე გამომკითხა. როდის? რამდენიმე დღის წინ. ეხლა მეუბნები მაგას. პოლიციელი იყო? მეც პოლიციელი მეგონა. მაგრამ არა ვმითხრა. აბა ვინ იყო? რა ვიცი. ჯერ მითხრა ფირმის ადვოკატი ვარ. ინვესტიციების ჩადება მინდაო. ამბარში? აქ რა ინვესტიციები უნდა ჩადა? და მერე ჩხუბზე დამიწყო ლაპარაკი. პოლიციელს არ გავდა. ისე კი რა ვიცი. იქნებ პოლიციელიც იყო. არა მგონია. ამ ჩხუბის გახმაურება არ ჩვენ გვაწყობს და ერძურას. პოლიციისთვისაც არ მიგვიმართავს. აბა ის კაცი ვინ იყო? მოიცა როგორი ტიპი იყო? პატარა ბიჭს არ გავდა. მოკლე წვერი ჰქონდა. მოკლე წვერი? ხო, ბლანჟე. ვიცი ვინ არის? მე მგონი ვიცი. ჩვენ ადვოკატს არჩილს გავს. მართლა ადვოკატია? თუ არჩილია, მართლა ადვოკატია. საიდან იცი? ბლანჟე ბევრს აქვს. მაგას კოტემ დაავალა ამ ჩხუბის ამბის გამრგება. გასაგებია. მერე შენ რა უთხარი? ვუთხარი რომ იქ მართლა ვიყავი. ოჩახ. რა აზრი ქონდა? ისედაც იცოდა რომ იქ ვიყავ. უბრალოდ გადაამოწმა. ისე შესაძლებელია. ისმინე. იცი რას გეტყვი? ჩემს გაჩუმებას. გირჩევნია ის გააჩუმო. და თუ რამე წამოწდება, ჩემთვის სულ ერთია. ეს შენი პრობლემაა. სხვათა შორის, მეორე დღეს ველაპარაკე და შენი კოტესთან ხსენება აუკრძალე. როგორც ჩანს, ცუდად დაუკრძალე. არ გინდა რა ეს ნოტაციები. ხოლო ვნახავ და დაველაპარაკებ. ისე კარგ დღეში ხარ. ერთი მტერი უკვე გყავს, ცაცია. ახლა კოტე აბულაძე გაკლდა. რა ქნა? გადამეკიდოს თუ უნდა. გადამეკიდოს. კარგი, მე ახლა ამდენი დრო არ მაქვს. უნდა წავიდე. ელენე. ჭკვიანად. ჭკვიანად. ლევანი შემხვდა კიბეზე. ბოლო შერიგდით, ხო? რა კარგი გოგო ხარ მოხვედი. მე რა კაი გოგო ვარ, დიდი ხანია ვიცი. რა კაი გამოგონებაა ეს პრაქტიკული. არა და ხანდახან როგორ განერვიულებს არა. ვერ გაიგე ვინ იყო ის კეთილმოსურნე? არა, საიდან უნდა გამეგო. ეჭვიც არავიზე არ გაგხავ? არა. რასაზღარი ხალხია გაგიჟდე. თქვენ ხო შერიგდით თავარი? კი, შევრიგდით. ხოდი ჩვენ აღვნიშნოთ ეგამბა. აღვნიშნოთ. კარგი ერთად რო იქნებით. ნუ ხარ გააბრაზებთ რა ერთმანეთს. ისედაც პატარაა ეს ცხოვრება. ხო, ნონა მართალი ხარ. შენ ხო გჯერა ლევანის? გამეც გოგო პასუხი გჯერა? ხო, როგორ არა მჯერა. მიპასუხე ხოლმე, თორე გავხდები კაპარჩხანამული და ნახავ რასაც გიზა. შენ კაპარჩხანა არასდროს არ გახდები. გეგონოს. ეხა სად გარბოდა? თათა და ბუკა უნდა ნახოს. აი მაგათ დაემართათ ტრაგედია თუ დაემართათ. შენ კიდე რაღაც სისულელეებს ენერვიულობ. წამოწავიდეთ, გოგოები შარდენზე გელოდებიან. ლევანმა უნდა დამირეკოს. იქ არ იჭერს ხო მობილური?
ვა, გაგა. ბიჭო, როგორ ახარ? ჩამოხვედი? სად ეკავით? გერმანია, დანია? ძალიან მაგარია ძმო. რა ვიცი, მოგიყვები მე რა. ძალიან მომენატრე. სად ახარ ხო? სტუდიაში? მოვალ რა. ხო შეიძლება. კი, აი ახლა გამოვალ და მოვალ. კარგი, წამოგიგო რამე? კარგი, მოვდივარ. გაიხარე. თქვენ გითხულობდით? დიახ, ქალბატონი ზაირა არა? დიახ, თქვენი სახელი? თინა. ქალბატონო თინა. თქვენ რომ დამირეკეთ იმავე საღამოს გადავრეკეთ ჩემს მეგობართან. დიახ, რამე გაიგეთ ჩემი საკითხის შესახებ? იცით, ჯერჯერობით ბევრი ვერაფერი, მაგრამ რაღაცეები გავიგე. იცით, ზაირა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და აუცილებლად უნდა მოუნახო. ვიცი მესმის. თქვენი ძველი მეგობარი, რომელსაც ახლა თავის მამა-პაპისეულ სახლს უყიდიან. დიახ, თანაც ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე მამამისმა შეიკედლა და ლუკმაპური მისცა. რა უსამართლობაა. ნუ თუ არსებობენ კიდევ ასეთი ადამიანები. იცით, ლუიზას მე ერთი თვეა ვეძებ. თითქმის ყველა სამშობი არ მომოვიარე, მაგრამ უშედეგოდ. რა კარგი ადამიანი ბრძანდებით, ქალბატონო თინა. ასე რომ განიცდით მეგობრის ამბავს. იცით, მე თვითონ ლუიზას არ შევაწუხებდი, მაგრამ დოკუმენტები ალბათ მას აქვს, თანაც სასამართლოში პირადად უნდა გამოცხადდეს და მის გარეშე ეს საქმე არანაირად არ შედგება. დიახ, მართალი ხართ. იცით, ლუიზა მეხუთე სამშობიაროში მუშაობდა. ბოლოს ასე 15 წლის წინ მთავარ ექიმს ველაპარაკე და მითხრა, წასვლაზე განცხადება დაწერა და თავის დასთან გადავიდა რუსეთში საცხოვრებლათო. ისე მის ერთ კოლეგასაც ვესაუბრე, რომელსაც მოსკოვში უნახავს. მან კი მითხრა, 6 წლის წინ ეგ და მისი ქალიშვილი მოსკოვიდანაც გადასულა. ესე იგი გამოდის, რომ მათ აქ არავინ არ აყავთ? არა. 3 წლის წინ ძმა გარდაეცვალა. საწოდავი დასაოჯახებელი იყო. ისე მეტი არავინ. აი ეს ამბავი კი მისი ძმის კარის მეზობელმა მითხრა. ჩემი ახლობელი აღმოჩნდა. ბოლოს ლუიზა ძმის დაკრძალვაზე ყოფილა ჩამოსული და იქ ხალხისთვის უთქვავს. მე და ჩემი ქალიშვილი ამერიკაში ვცხოვრობთო. ეხლა გამოდის, რომ ამერიკაში არიან, ხომ ასეა? დიახ, ამერიკაში. პატარა კლინიკაში მუშაობს. აი იქ ჩემი მეგობრის შვილიც ცხოვრობს აი იმ ქალაქში. ლუიზასთან მშობი არა. ესე იგი გამოდის, რომ შეიძლება რაღაცნაირად დაკავშირება და მისამართის გაგება მაინც. დიახ, იცით, მე მგონი რაღაცას მოვახერხებთ. ახლა ეს ოჯახი იმ ქალაქში აღარ ცხოვრობს. სხვაგან გადავიდეთ, მაგრამ მათ კოორდინატებს აუცილებლად გამაგებინებენ. ქალბატონ ზაირა, არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ, მადლობა. რას ბრძანებთ? ქალბატონო თინა, რაც ჩემზეა დამოკიდებული, მე ყველაფერს გავაკეთებ. აუცილებლად დაგეხმარებით. უღრმესი მადლობა, ქალბატონო ზაირა. რას ბრძანებთ, ქალბატონო თინა? ზაირა დედა, მშობიარე მოიყვანეს და ბოქში გელოდებიან. ეხლა მე მოვდივარ. წაბრძანდით, ჩემს გამო არ შეყოვდეთ. რას ამბობთ, ქალბატონო თინა? როგორც კი რამეს გავიგებ, მაშინვე შემოგეხმიანებით. კარგი. ტელეფონი ჩემი ხო გიწერია? დიახ, მიწერია. ნახვამდის. ნახვამდის. რამდენს დავდივა რამდენს უღივი როგორც ყოველთვის ხომ ყველა მიდის მე ბოლოს ვრჩება დაღლილ შუქრისთვის ყვითელი ფერი მე ბოლოს ვრჩება Avna bijis khama zutvis sirchires ay es vitsulis daro davdivar khom qvela midis me volos pcheva
რჩება ეს სიმღერა მე ბოლოს რჩება ეს სიმღერა თუ კი გამათბობს ჩემი იყოს თუ კი გამართობს მე ბოლოს რჩება ეს სიმღერა მე ბოლოს რჩება აი ეს ვიჩათ ვისაუბრე ყველაზე მაგარ ჯგუფს გაუმარჯოს. შენ გენაცვალე მე. ვა! როგორ ახარ, ანუშკი? რა ვიშენ? რა ვიცი, არა მიშავს რა ვახარ ბიჭებო. როგორ ახარ, შოთა? კარგად. საშვება შენი გიტარა. უკრავს. ბიჭო, რამდენი ხანია არ მინახე ხარ? მომენატრე. შენ გენაცვალე, მეც მომენატრე, პროდიუსერი. დაჯი მომიყევი რა შვები, მე როგორ? რაღა მოგიყვე, მოიარეთ, მსოფლიო მოყევით რა. მოდი ანუშკა. თუ დაგავიწყდა რომ შენი პროდიუსერი ვიყავი. რა დაგაიხსენა, ბიჭო. გახსოვს ჩვენი პირველი კონცერტი? მაგას რა დამავიწყებს? მაგის სამზადისი გახსოვს? რამდენი ხანი ვემზადებოდი? იმ ქალს რო ურეკავდა, სუქარა ქალი რო იყო, კლუბის ის რო იყო. ამ სუკანა გამختარი ქალი იყო, არაჩვეულებრივი რა გინდა. შენი გამختარი ქალები ჩემთვის სუქნები არის. რამდენი ბილეთი არისო ხო, გაყიდული? არა რო ურეკავ, რამდენი ბილეთია გაყიდული, ხალხი მოვიდა, ის მოვიდა ეს რო. გავაგიჟე ის ქალი რა, ჭუიდან გადადგა და ბოლოს რა მითხრა? რა გითხრა? ისაო, ყმაწვილო, ყველა ბილეთი გაყიდულიაო და დარბაზი უნდა გავადიდოთ რომ მაყურებელი დავამატოთ. შენ გენაცვალე. 17 ბილეთი იყო ბიჭო გაგი. აბა რამე кайფა. ვაх, შენ გენაცვალე. ბიჭო, აი რაც მაგ კონცერტისთვის შენ გაქვს გაკეთებული და ჯგუფისთვის რაც გაქვს გაკეთებული, აი არადროს არ დამავიწყდება რა. შენ რო არ ყოფილიყავი მაშინ დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით რა. კიდე ამას იხსენებ გაგა, კარგი რა. მაგას რა დამავიწყებს ბიჭო? აგავაკეთე, გავედი, ბილეთები ვიყიდე და ხალხს დაურიგე რა. ხალხიც ყველა მოვიდა. ბილეთი ხო და ანშლაგითაც ჩატარდა ჩვენი კონცერტი. ჭირიმე შენ, ჭირიმე ძმა. ენაცვალე. სხვა მეტი რა შვებით ახლა? ტურნემ კარგად ჩაიარა, ხო? ტურნემ ხოშიანად ჩაიარა. გერმანიაში ვიყავით. ვაიმე, გერმანიაში ვიმნახე, იცი? ინგლისში რო კონცერტი გაგვიკეთე. ხო. სტივენი რო იყო ის კლუბის რაღაც პრომოუტერ, მენეჯერი, რაღაცა სტივენი. ხო მოგაქციათ ყურებდება. მაგარი ძალიან რა. და დამირეკოსო, დამიკავშირდესო, ჩამოდითო და აქ მაგარ პატივს. კარგი, სტივენს მივხედავდა. თქვენი გეგმები რა შვებით ახლა? რამე ალბომს წერთ? ალბომს წერთ. ცოტა გვინდა დავისვენოთ რა, მაგრამ სადმე აპირებს კიდე დასვლას? კი, ლევან, საფრანგეთში მივდივართ მალე. ო, როდის? საფრანგეთი მოიწვით, კაცო, ჩამოვოდით, დაღლილები ვართ, მაგარი დავისვენებთ და ყველაფერი იქნება ხოშია. რა შვილი. აი, ხარ როგორ შეეჩვია. ლონდონის მერეთ ფილმის რა. ვეჩვევი, მაგრამ უკვე გამიადვილდება უფრო სწორედ, რომ ერთად ვიქნებით რაღაცა. ერთად დაუკრავთ კიდევაც. ბიჭო, მარიამზე გამახსენდა ეხა. დედა ჩემმა დამირეკა იმ დღეს და მეუბნება, რომ მარიამი და ლევანიო, ჰაჰაო რაღაცა ჯვრისერა დაქორწინდებიანო, რა ვიცი ეხა ნახოთ რა ვაპირებთ რა. აუ ბიჭო, მაგრად გვიყვარს მარიამი, შენ ხო იცი, შენ გენაცვალე დაograd მე სიამოვნება. ეხა არ მინდეს გადავდოთ, არ გადავდოთ. შოთას პირობა გახსოვს? რომელი? შენ ქორწილში უკრავთ. არა, ეგ პირობაა რა. ჩემს ქორწილში უკრავთ თან როგორ? ხა და როდის შვები, ეხა როდის, მალე ხო? გაგავ, ნახოთ რა, ცოტა ხანი რაღაცა გადმოვხედავ და აუ, რა ვნახოთ, ბიჭო. მე და ანუშკა ერთად, თათა დუდუ ერთად, შენ და მარიამი ერთად ყუპები ვითვივლითო, თათა დუდუსავით, როგორ დადიან, ეხა გიჟები რო არიან, მაგრები. რა გჭირს, ბიჭო? აუ, არ მითხრა, ეხა თათა დუდუ დაშორდნენ ერთმანეთს. რა როჟა, ეს დუდუ რა, ხო იცი ის რო იცის, გამოკვეხება თავისი მავნე ხასიათის რა. დაშორდნენ. რატო ბიჭო მომიყევი?
როდო წავიდე გაგა? საწავიდა ბიჭო. აღარ არის. საერთოდ წავიდე. რას მეუბნები ბიჭო? აუ, ბიჭო, რა მითხარი, ა? აუ. თინა, აქ რას აკეთებ? საქმე მქონდა. სად საავადმყოფოში? ეხლა სად მენდეხ? სახლში. დაჭიქ მე სახლში მენდე. წავედი. თინა, მანქანაში აღარ გკითხე და რაზე იყავი საავადმყოფოში? თინა. შეგაც ამ ბოლო დროს ბევრი საიდუმლოები გაგიჩნდა მეგონი, არა? კოტე, მე რო გინეკოლოგთან წავიდი, აუცილებლად კურიერში უნდა გამომაცხადო? კარგი, ხსაწენა და არ მეთქვამს მე ეს. იცი რა, ქალები ხანდახან ექიმთან კონსულტაციაზე დადიან. მესამე შულს თუ ველოდებით, უნდა მიმალავ ახლა მაგამ ბოსმან და მაინც. კი, როგორ არა. მე რა ვექიმა რა გითხრა? ესეც გაინტერესებს? არ შეიძლება? ახლა წახვედი, ესე იგი რაღაცა შეესაქმე, ხო? შეიძლება. დილამშვიდობის. დილამშვიდობის საგულება. მიდიხარ ნოდარ? მივდივარ საქმეები მაქვს. არა, საუზმის გარეშე ვერსად წახვალ. არა შემიჭირი მე. არავით არის საუზმე არ მინდა. რას ამბობ? ყველაფერი მზად მაქვს. ნუ შეწუხდები ძალიან გთხოვ. რა შეწუხება? დამბძანი ძალიან გთხოვ. ღვინოს დალებთ თუ კონიაკს? თემურმა ლუდიც დატოვა. იქნებ არაყი გინდათ. ნუ მოგერიდებათ. შინაურები ვართ. ერთი ჭიქა არაღი. ახლავე. ეს რა მიქნა ჩემასიძემა? ამისთვის მეცალა ახლა? არა უშავს. ხანდახან ესეც საჭიროა. აი მეც თქვენთან ერთად ცოტას დავლევ. ესე იგი რაც თემურმა დამაკლო, თქვენ უნდა დამიმატოთ, არა? რა ვქნა, ძალიან მიხარია. ისა თემურმა ალბათ გითხრა რაც შევთავაზე. დიახ. ძალიან მინდა რომ ჩვენთან იმუშაოს. ძალიან კარგი. ბევრივე ხვეწეთ, მეც, ირმამაც, მაგრამ ვერ გადაწყვიტა ჯერ. იცით, მესმის მისი ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული იქ, სადაც ახლა მუშაობს. კი, ვიცი, კარგი სამსახური აქვს და კაი ბიჭიცაა, მაგრამ დროა ცოტა წინ წაიწიოს. ჩვენ ერთი ოჯახი ვიქნებით. ძალიან კარგი. თემური და ირმაც შეხმატკბილებულნი იქნებიან. მე ძალიან მიხარია ჩვენი შვილები რომ ბედნიერები არიან. მეც ძალიან ბედნიერი ვარ. თემური ძალიან შეიცვალა. და ეს თქვენი დამსახურებაცაა. ჩემი დამსახურება რა უნდა იყოს? მე ახლახან ჩამოვედი. აი თემური კი თემურიც ახლახან შეიცვალა. შეიძლება სამსახურში შეხვდა რაღაც სანერვიულო, გაღიზიან და ეს არაფერია. დიმიტრი კონსტანტინოვიჩი. აი თქვენი ზადანია. ხომ კარგად შევასრულე? ოჩა. ოჩაღრა? даже приятность იყო. ისე აქეთ რომ მოვდიოდი არა? ერთი კაცი დავინახე, მგონი მანუჩარა იყო.
მანუჩანა ვიღარო. მაჩაიძე. ველიკი ფუტბოლისტი რო იყო რა. აი ეგრევე აი ჩემ თვალწინ ბავშვობამ გაერბინა ჩერეს მანუჩარა. როგორ გაერბინა? როგორ და ეგრე? აი რაშია იცი საქმე? აი მამაჩემი ძალიან ისეთი აი მაზალო კაცი იყო რა. აი მუდამ დღე ჩხუბი ქონდა სახში. რატო? რატო ეგლა ის არარატის ბალეში კი იყო, მე კიდე დინამოსი ბავშვობიდან. მაშინ ესე იგი მაზალო და სტრანი შენ ყოფილხარ. სტრანი რათა? აი ხლა არარატის უბაშენიები კი მქონდა, მაგრამ აი არარატი და დინამო რო თამაშობდნენ, არა? მე დინამოს ბალეში კი ვიყავ. ესე იგი შენ ჯობდი, ხო? ჯობდი რა ეხლა, ჩვენები კი უგებდნენ ეხლა, პაპალშომიშოვთო, მაგრამ ერევანიც იგებდა ხოლმე რა. აი 70 პერვამ ხო გახსოვთ რა? აი აქა ძალიან კრუპნიჩობით რო წავაგეთ. მერე სექტემბერში რაზდანის სტადიონი გაიხსნა და ჩვენებთან ათამაშეს რა. და აი კაკრას რა, პირველი გოლი მაჩაიძემ ხია რა. ნახოს. მე მოვიგეთ და მე იმას რო შევხედე მამაჩემს და სახეზე ისეთი თეთრი იყო, მე გამწვანდა. მე გადმომხედა, ეხლა ხმარა მოიღო. მე ჩუმათავარ. აქ ტაბლო შეხედე მეც კი. შეხედა და კინაღამ ფაქტმა ხია. და მე 15 წუთში მეზობლები გადმოვიდნენ. პურმალიზე დაგპატიჟეს. თბილისის დინამოს მოგებას აღნიშნავდნენ რა. მამაჩემაც დალია გემრიელად. ხო და მთელი ღამე დინამოს და იმის ვაჩაიძის ადგილზელოს. შედა? მე რა დავლიე რა მეცა რა. სხვათა შორის პირველად დავთვერი მაშინ. მამაჩემა პახმელიაზეც გამომიყვანა დილით და თან წარეთ იგინებოდა რა. აი ეს გახსოვს ისა სულაქველიძე ერევანში სტუდიას ოქტაში დაუკრა. როგორ არ მახსოვს კაცო. მე იმ ახვარმა სტადიონიდან გააგდო. ვაი ბუდიში რა. აი ძალიან ისეთი უძდელური სიტყვა წამოვიდა. არაუშავს კაცო. აბა ფეხბურთზე როგორ დაილაპარაკო. ნუ და თქვენი თქმის არ იყოს რა გვაქვს ერთმანეთთან დასამალი ერთი ოჯახი ვართ. მაგრამ თემო საშინლად იქცეოდა. სულ გაღიზიანებული იყო. ჯიბრში გვედგა. მეუბნებოდი ასე მოგცევა არ შეიძლება მეთქი, მაგრამ ჩემი კიდე ვერ იდებოდა. აი ირმასთან კი დღე ისე გაივლიდა საერთოდ ხმას არ გასცემდა. მე ძალიან მადლობელი ვარ ირმასი. არაჩვეულებრივი გოგოა. მისმა მოთმინებამ და სიყვარულმა მოაბრუნა თემური. ძალიან მიყვარს და მინდა რომ ბედნიერი იყოს და დარწმუნებული ვარ რომ ბედნიერი იქნება. შვილი უნდათ. შვილი. ეყოლებათ კიდეც. ნამდვილად ეყოლებათ. ექიმთან იყო ირმა. ექიმმა უთხრა ცოტა სამკურნალო ხარო. მკურნალობაც დაიწყო. მაგრამ თემური სამსახურიდან გვიან მოდიოდა გაღიზიანებული ცუდგუნებაზე. და თქვენ რომ გეძინათ იმ ოთახში ჩაიკეტებოდა და იგიძინებდა. ირმას ეს ჩემთვის არ უთქმავს. ისევ თემოს უფრთხილდება. ნოდარ ჩვენ მშობლები ვართ და ერთმანეთთან დასამალი არაფერი გვაქვს. ირმა ძალიან მიყვარს. ძალიან. და ნამდვილად არის ბედნიერების ღირსი. თემოც შეიცვალა. ეს ირმას დიდი დამსახურებაა. გულეგო, როდის იყო ეს ამბავი? რა ამბავი? აი ეს ყველაფერი ოთახში ჩაკეტვა. დიდი ხანია, მაგრამ ეხლა ყველაფერი სხვაგვარადაა. არა, რა მოხდა ისეთი რომ თემური ჯერ ასე ცუდად იქცეოდა და მერე რამე შეიცვალა მის ოვრებაში. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. საყვარელი ხო არ ყავდა? რას ამბობთ? ალბათ ისევ სამსახურში ქონდა რამე პრობლემა. ალბათ რაღაც უსიამოვნება შეხვდა. მერე ყველაფერი მოგვარდა და
თემური შეიცვალა. მე ასე მგონია. ხო. ალბათ. აი, გულიკო, ახლა კი ნამდვილად უნდა წავიდე, თორემ დამრჩა ფირმა დაუფუძნებელი. რამდენი გელაპარაკეთ? საუზმეც ხელუხლებელი დარჩა. როგორ გეკადრება, დიდი მადლობა. რას ლაპარაკობთ? რის მადლობა? საღამოს გელოდებით, ხო მოხვალ? არ ამგონია. როგორ? ჩვენთან არ გადმოდიხართ საცხოვრებლად? აი, მალე ბინას ვიყიდი და იქ დაგპატიჟებთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. აბა, კარგად რძალე. არაყი? გმადლობთ. ყველაფრისათვის დიდი მადლობა. არა, სულაქველიძე კი გაგვიგდეს, მაგრამ ეგ თამაში მაინც მოვიგეთ. 4 აძინ. მე მამაჩემს უთხარი, ნახე? 10 კაცმა 12 როგორ მოუგო მეთქი. 12 რათაო? ვა, სუდი არა თქვენი არისო? ის იყო სუდია ეს მირასლავ ისა სტუპარი. ივანო ფრანკოვსკიდან. სახელიც დაიმახსოვრე და გვარიც? თუმარა, მე ხო ჯარში მანდ ვიყავ ივანო ფრანკოვსკში. და სტუპარი გაიცანი, ხო? არა, მე ახლა სტუპარს ვინ გამაცნობდა, მაგრამ იქ მე ქალი მყავდა რა. იმასაც მირასლავლა ერქვა რა. მირა რა? ძალიან მაგარი ქალი იყო რა, ესეთი აი გიტარასავით ესეთი მშვენიერი ტანი ქონდა რა. ეს გარჯან, აი შენ ლიცად აი როგორი ქალი მოგწონს? ირებს მეუბნები კასტანტინოვიჩ, ახლა როგორ დაგიხატო ისე რომ ჩემი თვალებით დაინახო რა. დავინახავ. აი წარმოიდგინე რა. შიკალადნობა ცვეტა. ბუშტივით კანი. აი ლამაზი გრძელი ნაწლავები და ოფლიანი თვალები. ხო? აი მაშინაც ჯარში რა, შოფრად მუშაობდი რა. აი პოლკოვნიკს ვატარებდი, ნაჩალნიკ შტაბა. და ეს ნაჩალნიკ შტაბა ამ მირასლავლას ის იყო ქმარი. ამას ნაწილში მივიყვანდი დილით, მერე ბავშვების სკოლაში და ეს აპარკმა ხეროში მიმყავდა რა. აი ახლა შემხედე რა კასტანტინოვიჩ, ჯერ ახლა რა ვარ? მაშინ ვაფშე ისე ვიყავი რა სპორტული ველოსიპედით და სვიაზეს თვითონ გამოვიდა რა. და შენ ახლა მირა ეძახე რა. აი так точно რა. აი წელიწად ნახევარი რა. სულ მირა მაძახებინა. მაშინ მე რას მეუნება იცი? სლუჟბის მერე ჩემთან დარჩიო. მე ათკაზე გავედი. უთხარი არა მეთქი სახში მინდა. ცოტა ხნის მერე აი კაკრას დემბელი რომ მოვიდა რა. აი ეს ნაჩალნიკ შტაბა მაგის ქმარი მეძახის და მეუნება. ჯერ თავიდან გული გამისკდა. შემეშინდა მეთქი გამიგო მეთქი. რას მეუნება იცი? ტავარიშ სალდატ. სპასიბა за службу. და შენ რა უპასუხე? რა უნდა მესგა? ათვეთი ერთია. служу советскому союзу. И мире тоже. კასტანტინოვიჩ. ისე რა кай დრო იყო არა? თბილისში ისაუზმებდი. გადაფრინდებოდი მოსკოვში ისადილებდი. გადმოფრინდებოდი და ვახშმად ოჯახში მიდიოდი. კაი დრო იყო, კარგი. აი ისი რატო? ახალგაზრდები ვიყავით, ჯამთელები ვიყავით, მეგობრები იყვნენ ცოცხალი. საერთოდ იცი რა, ცუდი და კარგი დრო არ არსებობს რა. ყველა დროში ცუდიც არის და კარგიც არის. აბა? Смотря с какой стороны подойти. А с какой стороны? Ай, კოტიკო, ჩემი ხნის რო გახდება, ხო? ისიც ამ დროს კარგად გაიხსენებს. სხვათა შორის, კოტიკო, დღეს მიდის იქა? არც დღეს, არც ხვალ. ყურადღებით იყავი. Конечно. მადლობას გეტყოდი, მაგრამ მე ვიცი რაც მიპასუხებ. Служу Советскому Союзу, а? Რათა? სხვა ვარიანტიც არის. აბა? რაც და რაცა. გარიგჯან. ძალიან მაგარი ვინმე კი ხარ რა. ირაკლი, შენ კიდე აქ ხარ? ხო, რაღაც საქმეები მქონდა დასამთავრებელი და შემორჩი. რამდენს მუშაობს ჩემი ბეჯითი ბიჭი?
რა ვქნათ? ერთი წამ ერთი წამი. ეს რა არის? არაფერი. აი თურმე რითი ერთობა ჩვენი ირაკლი. ანუკა 19 წლის. კარგი რა, ერთ წამ მეც რაო? მეც ძალიან მომენატრე, რატო დამეკარგე? ჩემი უბნელი ბავშვია რა, არაფერი. უბნელი ბავშვია? მოიცა ნახოთ უბნელმა რაო? რა ხდება სამსახურში შენი მეგობარი სოფო როგორ არის? რა ბედნიერებაა ირაკლი, შენი მეგობარიც გავხდი, დიდი მადლობა. კარგი რა, სოფო რა. ხო იცი რომ სერიოზულად მიყვარხარ რა. სერიოზულად? არა, ირაკლი, შენ მე აი სხვა გოგოებივით მეყურებ. რა სისულელია. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, ძალიან მიყვარხარ რა, სოფო. მართლა სულელი ხო არ გგონი ვარ? 1000 ქალზე ხარ ჩამოკიდებული, მე ფეხებზე კიდე ვარ საერთოდ და თან მეუბნები რომ ძალიან გიყვარო არ. მითხარი, რითი დაგიმტკიცო სიყვარო. ძალიან კარგად იცი, ნუ ისულელებ თავს რა, ძალიან გთხოვ ირაკლი. კარგი. დამშვიდ. ყველაფერს აგიხსნი. რას ამიხსნი, რა უნდა ამიხსნა? იცი რა, მე მეტი აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე ირაკლი რა. წამო. ჩემთან წავედით. მაგარი კონიაკი მაგზა. კეთა. რა კარგია რომ მოხვედი. რასულელი ვარ. ისევ ჩემი გასაღებით გავაღე. კიდე კაი მარტო ხარ. პარდონე მოა. რას მებოდიშები? შენი სახლია და როგორც გინდა ისე უნდა შემოხვიდე. რა ხდება ახალი? საქმეები. დაღლილი სახე გაქვს. გადაღება ქონდა? კი. გუშინ ომის სცენა გადავიღეთ. აუ რა საინტერესოა. ერთხელ წამიყვანე რა. წაგიყვან. რაღაც შენი სახე არ მომწონს. მოხდა რამე? მარა. არაფერი ისეთი. ნუ მატყუე. ძალიან დავიღალე. აღარ შემიძლია. გადაწყვეტილება მივიღე. რა გადაწყვეტილება? ლევანს დავშორდი. აი ესე უცბად? ერთი ხელის მოსმით?